პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა წინა საარჩევნო კამპანია კახეთიდან დაიწყეს. პრაიმერის მომხრე 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოსასმენად ხალხი გურჯაანის კულტურის სახლში შეიკრიბა. გამომსვლელები გურჯაანელებს საკუთარ პროგრამას აცნობდნენ. გამოკითხვას ჩავატარებთ, რომელი პარტია გირჩევნიათ სხვას. ოღონდ იცოდეთ, რომ ვინც არ უნდა აირჩიოთ და გერჩინოთ, ხო? ჩვენ მაინც ერთმანეთში არ ვიჩხუბებთ. მე მგონი კარგი გეგმაა. ანაბრების დაბრუნება, პენსიების დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეების გათავისუფლება გადასახადებისგან, ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესება. ამ ყველაფრის გარდა კიდევ ერთი დაპირება, რომელიც კახელებმა მიიღეს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო. Თქვენ უნდა გააკეთოთ ეს არჩევანი. გვინდა თუ არა, გვინდა გახსნილი საზღვრები, თუ გვინდა დაკეტილი საზღვრები. როდესაც აცხადებენ ვინმეს მოღალატეთ, პირში წყალი გამოივლონ კარგად. გვეუბნება სააკაშვილი. აიო ხალხო, უნდაო იაფი ფრენებიო. და ამის პასუხად ელოდება თუ არა, ჩვენ არ გვინდა იაფი ფრენები. ჩვენ გვინდა იაფი ფრენები. ჩვენ გვინდა მოსკოვში, რუსეთში იაფი ფრენა სწორედ. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გარდა ნოღაიდელი კახელებს პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნასა და სოხუმსა და ცხინვალში მოსახლეობის დაბრუნებას დაჰპირდა. როგორც გურჯაანის კულტურის სახლში შეკრებილი კახელები ამბობენ, დაპირება პოლიტიკოსებისგან ბევრი ახსოვთ, თუმცა შესრულებული საქმე ნაკლები. თითქმის ყველაფერი გამოსვლა, რაც აფერდებიან, თუ კი შესრულდება, ყველაფერი კარგი იქნება. თუ არ შესრულდება, ხო მაგას რა. თქვენ იმედი გაქვთ ამათი? ნახოთ რა ვიცი. გურჯაანის შემდეგ მსგავსი შეხვედრა პრაიმერის მომხრეებმა ახმეტაშიც გამართეს. მომავალი საარჩევნო შეხვედრის ადგილით სავარაუდოდ ისევ რომელიმე რეგიონი იქნება.